არსად აქამდე არ მომხდარა სამი მცირეწლოვანისთვის დედა და მამა ერთად დაეჭიროთ თან გაპირუტყვებული და უსამართლობით გაჟღენთილი ადმინისტრაციული კანონით. მაშინაც კი, როდესაც დანაშაული სისხლის სამართლის კატეგორიას განეკუთვნება, უწლოვანი ბავშვებისთვის დედმამის დაპატიმრება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით და დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით ხდება. თუმცა ჩვენ საუბრობთ უსიმეტრიო ადამიანების უწესო წესებზე. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და მისი მეუღლის დაკავება, მათი სახლიდან გატაცება სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ნამდვილად არის კუდაპრეხილების, კუდამომწრობის ბოლო ჟამი. ჩემი და შაბათს ფორმულას გუნდის აბსოლუტური მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა უსამართლოდ დაკავებულ პატრიოტს ამ ქვეყნის წელნამუს გამართულ მოქალაქეებს წელგაღუნული ხმოსთავა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვიდრე ბოლომდე ზიზღში თავადვე ჩაფლულა ოლიგარქია, ვიდრე ჩაუყვითლდებათ რაც რამ სახეზე წაუსვამთ, მანამდე გარეკან შემოცვეთილი ყაველაშვილის ადმინისტრაციული კანონებით გარემარბი კაცების სემენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ძალოვანები კი უსამართლოდ აკავებენ, იტაცებენ, აგინებენ, მიათრევენ, აფურთხებენ ექიმებს, ჟურნალისტებს, მხატვრებს, მწერლებს. ასაკის, პროფესიისა და სქესის მიუხედავად ჩასჩხავლებენ ხოლმე ზიზღს, ვიდრე დაკავების მანქანებში შეტენიან. მე ამბობენ, რომ კანონს ვასრულებთო, არ ემორჩილებიან და ამიტომაც ვიქცევით ასე აღვირ აყრილებივითო, მაგრამ ოცნებავ, ეს მოქალაქეები საკუთარი ნებით მიდიან ამ ნაბიჯზე, ციხეზე და თქვენ არა უსამართლო კანონს, არამედ მოქალაქეების ნებას აღასრულებთ, რომ ისინი უბრალოდ არ გემორჩილებიან. ამ დროს თავად რეჟიმი ვიეტნამის ბალზამით ცხვირ გაპოხილი სასიმინდეებს ავსებს ოქროს ზოდებით, უკანონო შემოსავლებით, ხალხის ძარცვით, მაგრამ დგება ხოლმე დრო ან მოცემულობა, როდესაც თავად ჰიბრიდული ხმოსთავა რეჟიმიც კი იწყებს ლაპარაკს იმაზე, მათი რიგებიდან ვის რამდენი და რა დაუყურყუმელავებია.